25 საათი 2014 წლის დადგომამდე წინა საახალწლო არგუმენტებია. მე კი ნინო თოლორდავა ვარ. მთელი წლის განმავლობაში თქვენ უსმენდით იმ ადამიანებს, რომლებიც არგუმენტების სტუდიაში კამათობდნენ, ჩხუბობდნენ, ხშირად მეც მეჩხუბებოდნენ, ანუ პოლიტიკოსებს. დღეს კი წინა საახალწლო არგუმენტებში თქვენ პოლიტიკოსების მეორე ნახევრებს შეხვდებით. წინა საახალწლო არგუმენტების მეორე ნაწილში კი ჩვენი სტუმრები იქნებიან დიზაინერები, მომღერლები და მსახიობები. მათთან ერთად ჩვენ განვლილ 2013 შევაჯამებთ. Საგამშვიდობისა კიდევ ერთხელ საახალწლო არგუმენტების პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები არიან უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მეუღლე, სოფო ფარცხალაძე თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას მეუღლე თინათინ თინიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუბა სანიკიძის მეუღლე ირმა შუბლაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის მეუღლე ესმა არხვლიანი და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან კახა კუკავას მეუღლე ქალბატონი თეა ოქროპირიძე. საგამშვიდობისა დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. პოლიტიკური სპექტრის სხვა წარმომადგენლების მეუღლეებსაც ვთხოვეთ ჩვენ რომ მოსულიყვნენ საახალწლო არგუმენტებში, თუმცა მათმა ნაწილმა ვერ გაბედა და თქვენ დიდი მადლობა რომ გაბედეთ, მოხვედით ჩვენთან და ვისაუბრებთ დღეს თქვენს მეუღლეებზე. ჩვენი არგუმენტები დღეს საახალწლო არგუმენტები არის განსხვავებული ფორმატის, არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ვსაუბრობთ თქვენს მეუღლეებზე, როგორები არიან ისინი არაფორმალურ გარემოში. ქალბატონო თინათინ, აქ დამსწრე ქალბატონების მეუღლეებთან შედარებით, თქვენი და აქ დამსწრე ქალბატონების მეუღლეებთან შედარებით, თქვენი მეუღლე ახალბედა პოლიტიკოსია შედარებით. დავით ნარმანი არის ცნობილი მედიაში როგორც საკმაოდ ისეთი კონსტრუქციული, გაწონასწორებული, თუმცა გვახსოვს მისი ესეთი დებატები და ცხარე კამათის ნინო ჟიჟილაშვილთან პოლიტმეტრში გადაცემაში, სადაც ის საკმაოდ ისე ცხარე კამათი შედგა მის პოლიტიკურ ოპონენტთან. თქვენ როგორ აფასებთ თქვენი მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობას? მე, რა ვიცი, კმაყოფილი ვარ. ასე მგონია რომ თავი კარგად გაართვა ამ საქმიანობას და რა ვიცი ესეთი მნიშვნელოვანი შენიშვნები არაფერი მაქვს ასე მგონია რომ თქვენ შენიშვნას არ ყოფილა შემთხვევა თუ გაიხსენებდით როდესაც თქვათ ის სახში მოვიდა და თქვენ თქვათ ესე შენიშვნა მიეცით რომ აი დღეს თქვათ ესეთი განცხადება გააკეთე ასეთი განცხადება ისეთი პრეტენზია არ ქონია მასთან და თუ იმდენად გაწონასწორებულია იცის როდის რა თქვას და ხრივ შენიშვნები არასოდეს არ მიმეცია დაცვისთვის. ქალბატონო ესმა წლების განმავლობაში ლევან ბეჟაშვილი იყო უმრავლესობის წევრი და დღეს ის არის ოპოზიციაში. აი როგორია დღეს მისი განრიგი, მისი რეჟიმი შეიცვალა, უფრო მეტი დრო აქვს ოჯახისთვის, თუ არა აქვს მნიშვნელობა ლევან ბეჟაშვილი უმრავლესობაშია თუ ოპოზიციაში, მას დრო მაინც არ აქვს? ნამდვილად ასეა. წლების განმავლობაში უმრავლესობის წევრი იყო, მაგრამ ეხლაც ჩვენ ცხოვრებაში ამ ხრივ არაფერი არ შეცვლილა. მისი სამუშაო გრაფიკი ისევ ისე არის დაძაბული, ძალიან რთული, შრომატევადი, ასე რომ ეს უქმე დღეები ჩვენთვის ისევ არ არსებობს ფაქტიურად და გრაფიკის ხრივ არაფერი არ შეცვლილა. ისევ ისე. ქონდა განცდა, როდესაც ის ოპოზიციაში გადავიდა, რომ ის ოჯახს უფრო მეტ დროს დაუთმობდა, ვიდრე აქამდე უთმობდა. და ამის ილუზია და რაღაც ნამდვილად არა. ვიცოდი რომ ეს მისი ხასიათიდან გამომდინარეა ძალიან შრომის მოყვარეა, არის ძალიან პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს მაღალი და ვფიქრობ რომ მას არ შეუძლია უბრალოდ ესე ზედაპირულად მოეკიდოს თავის პოლიტიკურ ცხოვრებას. ქალბატონო ესმა რთული იყო მისთვის ოპოზიციაში გადასვლა, როგორ იყო ემოცია ოჯახში, როგორ გამოთქვამდა ამ ემოციას თქვა საუბრობდით ამაზე? მორალური თვალსაზრისით რა თქმა უნდა რთული იყო ეს ეტაპი, მაგრამ ვფიქრობ რომ ხალხმა გააკეთა არჩევანი და თავისთავად ის პოზიცია რას ეხლა მას უჭირავს, ესეც არის ხალხის გასაგები და არანაკლებ საპასუხისმგებლობა. დიახ, რა თქმა უნდა. ქალბატონო სოფო, დავით საგანელიძე საკმაოდ ისეთი ხშირად ჩანს ტელეეკრანზე, მას ჩვენ, აი თქვენს მეუღლეებს უფრო ხშირად ვხედავთ ჩვენ, ესეთი განცდა გვაქვს ჩვენ ჟურნალისტებს, ვიდრე თქვენ, იმიტომ რომ ისინი სულ არიან ესეთი საჯარო პირები, არიან აკეთებენ განცხადებებს, არიან სულ მედიის ყურადღების ცენტრში. აი დავით საგანელიძე არის ვიტყოდი ერთადერთი პოლიტიკოსი ჩემი დაკვირვებით, რომელიც ახერხებს ხოლმე ძალიან სერიოზული ესეთი პოლიტიკური განცხადებების კეთებისას თავის ოჯახზე საუბარსაც, აი ახერხებს რომ ოჯახს შეეხოს აი ამ საუბარში. თქვენ თუ შეგინიშნავთ და თქვენი დაკვირვება როგორია ამასთან დაკავშირებით? კი, რა თქმა უნდა, შემინიშნავს და სულ მაქვს ხოლმე ესეთი
საუბარი, რომ რაღაცნაირად მოარიდე ოჯახი მაინც, იმიტომ რომ ადამიანებს თითქოს არ სიამოვნებთ ზედმეტად ოჯახის ეს ხშირი ხსენება და რატომ მე მიყვარს ჩემი ოჯახი, მისი პასუხი არის ამაზე, რომ მიყვარს ჩემი ოჯახი, ბედნიერი ვარ, ჩემი შვილები და ის საკმაოდ დადებითად ჩანს ეს, როდესაც ჩანს რომ თითქოს რაღაც ესეთი დანაკლისი აკლია მას ოჯახთან ურთიერთობა. ის აცხადებს რომ მიდის პოლიტიკიდან და გადადის ასე ვთქვათ ბიზნესში და უნდა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. აი თქვენ როგორ აფასებთ მის ამ გადაწყვეტილებას? ნუ პოლიტიკაშიც ალბათ ამდენი წელი არის და ყველამ ვიცით როგორი ესე რომ ვთქვათ შრომის მოყვარია, თავის საქმე იცის და ბიზნესშიც ალბათ ისე იქნება. უბრალოდ ეს როდის იქნება ესე კონკრეტულად ნამდვილად არ უთქვამს. კონკრეტულად გადაწყვეტილი არ აქვს. არ აქვს გადაწყვეტილი. აქვს რაღაც თემები, რომლებიც ჯერ პასუხგაუცემელი. ალბათ ამ ყველაფერს გაიცემა პასუხი, რაღაც დღესაც ქონდა რაღაც ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით. გასაგებია სპორტის მაყურებელს ვეტყვი რომ დავით საგანელიძის მეუღლე მესამე შვილს ელოდება და დღეს ჩვენთან მოვიდა ესე დარწმუნებული ვარ ძალიან სერიოზული სამზადისი გაქვთ თითოეულ თქვენგანს ოჯახში და მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხართ დღეს ჩვენთან. ბატონ თეა, კახა კუკავას მეუღლე. კახა კუკავა პოლიტიკოსი საკმაოდ გამოცდილი, რომელიც საკმაოდ ისე არის მედიაში ცნობილი, ასევე საკმაოდ კონსტრუქციულად, საკმაოდ გაწონასწორებულად, თუმცა გვახსოვს მისი ასე ვთქვათ ძალიან ისეთი ხმაურიანი გამოსვლებიც და ასე ვთქვათ დებატებიც. მან როდესაც არის საპარლამენტო არჩევნებში 2012 წელს მიიღო, ასე ვთქვათ, არ მიიღო ხმების სათანადო რაოდენობა, მან ესეთი განცხადებაც გააკეთა, რომ შესაძლოა ის საერთოდ პოლიტიკური ასპარეზიდან წავიდეს კიდეც. აი თქვენ როგორ აფასებთ აი მის ამ განცხადებას, როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა დარჩეს კახა კუკავა პოლიტიკურ ასპარეზზე, რამდენად უნდა იყოს აქტიურ პოლიტიკაში? მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, კახა იმდენად აქტიურად არის ჩამული პოლიტიკაში, არ ამგონია პოლიტიკის მიღმა დარჩეს. და რა გითხრათ, აბა, თავისი საქმე მან თვითონ კარგად იცის. როგორ აფასებთ კახა კუკავას პოლიტიკურ მოღვაწეობას? აი როგორც პოლიტიკოს კახა კუკავას, როგორ შეაფასებდით? როგორ შეაფასებდა მეუღლე? ძალიან სუბიექტური გამოვა ჩემი ნათქვამი. კი ბატონო, იყო სუბიექტური, გასაგებია რომ სუბიექტური იქნება, თუმცა თქვენი გადმოსახედიდან როგორია კახა კუკავა როგორც პოლიტიკოსი? მე ვფიქრობ, ნორმალური პოლიტიკოსია და თავის საქმეს აკეთებს. კარგი, დიდი მადლობა. ბატონო ირმა გუბას-ანიკიძის მეუღლე. ბატონი გუბაზი გამორჩევა ასევე როგორც კახა კუკავა, ესეთი ემოციური განცხადებებით, ესეთი რადიკალური განცხადებებით, თუ მიუღია მას თქვენგან შენიშვნა? ხშირად. ძალიან. და რას ეუბნებით ხოლმე? რაღაც შენიშვნები მაქვს გარკვეულწილად, რაღაცებს ითვალისწინებს, რაღაცებს მიხსნის, რომ ალბათ ასე იყოს საჭირო და ვეთანხმები, თუმცა ის რომ ყოველთვის ყველაფერი მომწონს, ესე ნამდვილად არ არის. და არც ისეთი ადამიანი არ არის, რომ რაღაცები არ გაითვალისწინოს, ან შენიშვნა არ მიიღოს. ყოფილა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ის ემოცია ჩემთვის გასაგებია. იყო და ალბათ აწიც იქნება. თუმცა რაღაც შენიშვნები მქონდა, ბუნებრივია. რაღაცა, იმიტომ რომ ეკრანიდან უფრო რაღაც ჩანს, უფრო კარგად, შეიძლება იმ მომენტში ადამიანი ემოციას ვერ აკონტროლებდე, თუმცა პოლიტიკოსმა ყოველთვის უნდა გააკონტროლოს, მაგრამ საჭიროა. კარგი და როგორია გუბას-ანიკიძის ემოცია სახლში, როდესაც შენიშვნას იღებს მეუღლისგან? 7, ძალიან 7, ხო. ანუ ოჯახშია გუბას-ანიკიძემ 7. ხო, 7-ია. და საჯაროდ ის არის ემოციური. ხო, ვერ ვიტყვი რომ ზედმეტად ემოციურია. რაღაცა კლიშეა შექმნილი რაღაცა გუბაზის მიმართ, რომ არის რაღაცა ეგეთი ბობოქარი, რაღაცა თითქოს ძალიან მძიმე, არ არის ესეთი. ნამდვილად არ არის ესეთი, სადაც საჭიროა შეიძლება ხმაც აუწიოს, სადაც საჭიროა ძალიან მშვიდ განცხადებებით გამოირჩევა და სადაც საჭიროა ქვეყნის ინტერესებს იცავს, სადაც საჭიროა მშვიდად და წყნარად არის. გასაგებია. კაპიტანო ესმა, ვინ არიან აი ლევან ბეჟაშვილის მეგობრები მის გუნდში, ნაციონალურ მოძრაობაში? აი ვისთან ერთადაც თქვათ ახალ წელს ხვდებით ხოლმე, ვისთან ერთადაც გეგმავთ შეხვდეთ 2014 წელს. თუ არიან ესეთი ახლო მეგობრები, რომელთანაც თქვათ ახალ წელს გეგმავთ რომ შეხვდეთ? იცით როგორ არის, ლევანის ყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ესენი ბავშვობის მეგობრები არიან, სტუდენტები, სტუდენტობიდან
წამოსული მეგობრები და ისე რომ აი პოლიტიკური მეგობრები ესე რო ვთქვა, გამიჭირდება ესე დავასახელო ცალკეულად. მე ვფიქრობ, ახალ წელს მაინც ჩვენ ხვდებით ოჯახურ გარემოში ძირითადად ეს ტრადიცია გვაქვს. მე მივდივართ მშობლებთან, ლევანის მშობლებთან, ჩემ მშობლებთან. მაინც ახალი წლის გარემო გვაქვს სახლში, ოჯახურ ვითარებაში. კაპიტან თეა, წინასა ახალწლო დღეებში თქვენთან თუ იკრიბებიან კახაკუკავას მეგობრები? თუ არის ხოლმე სუფრები თქვენთან პოლიტიკური წრიდან, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები? იშვიათად, უფრო ახუნათესავები ვიკრიბებით. გასაგებია. აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის ხოლმე სოფო? ჩვენთან ისე ტრადიციულად ოჯახის წევრები ვართ, ძირითადად. ესე პოლიტიკური არ მახსენდება სამწუხაროდ უფრო თავის სტუდენტობის რაღაცა ესე მეგობრები ანუ გასაგებია ესე პოლიტიკური. კაპიტანო ირმა, თქვენ რას გეგმავთ ახალ წელს? მეგობრების გარემოში შეხვედრას პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან? არა, ეს ტრადიცია გაქვს. არა, გვაქვს ჩვეულებრივ ოჯახში, როგორც ყველა ალბათ ხდება ოჯახში. ამჯერად ყავს სტუმრები, გუბაზის და დიშვილი არიან ჩამოსული ჩიკაგოდან. და პატარა შვილი ყავს სტუმრად და ძალიან გვიხარია და ძალიან ესეთი განსხვავებული და კარგი ახალი წელს ველოდებით. გასაგებია, კაპიტან თინათინა, აი როგორც ვახსენეთ, შედარებით ახალბედა პოლიტიკოსია ბატონი დავითიო. აი მართველი გუნდიდან, ასე ვთქვათ, მისი მეგობრები თუ არიან უკვე ვთქვათ ახალი ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც მოდიან თქვენთან წინასა ახალწლო დღეებში, თუ კი იკრიბები, თუ კი გეგმავთ ამას. არა, ვისთან მეგობრობს დავით ნარმანია? არა, გეგმება მეგობრობს ყველასთან მთავრობის წევრებიდან აბსოლუტურად გამონაკლისების გარეშე, თუმცა იმ ახალწლოდ შეკრებას ასე არ აპირებენ. დათოს დაოჯახებამდე ქონდა ტრადიცია ყოველთვის მშობლებთან ერთად ხვდებოდა ხოლმე სოფელში. ახალ წელს დაოჯახების შემდეგ ცოტა დაირღვა ეს ტრადიცია და ძირითადად აქ ხვდებით ხოლმე ოჯახურ გარემოში ისევ. გასაგებია, აი ხშირად მიფიქრია, რომ ჩემი მეუღლე რომ იყოს პოლიტიკოსი, ალბათ ძალიან რთული იქნებოდა, ძალიან გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ ესეთი საქართველოში პოლიტიკა საკმაოდ სფეროა, აქტიური, ჩხუბი, კამათი, ფიზიკური დაპირისპირებაც გვახსოვს ჩვენ ხო საკანონმდებლო ორგანოებში, ტელეეთერებში, შეგვიძლია გავიხსენოთ, თქვათ, რამდენიმე დაპირისპირება, მაგალითად, ღია ეთერში კოკა გუნცაძისა და გიორგი კანდელაკის, ასევე კახაკუკავასი და შოთა მალაშხიასი. აი კაპიტან თეა, როდესაც თქვენ ხედავთ ამას ტელეეთერში, როდესაც თქვენი მეუღლე არის, თქვათ, ესე ჩართული ცხარე კამათში დებატებში, რომელიც ხშირ შემთხვევაში არა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გადაიზრდება ფიზიკურ დაპირისპირებაში. როგორი ემოცია გაქვთ? რას გრძნობთ მაშინ? ძიმე საყურებელია, მართალია, რას უნდა გრძნობდე, როცა ხედავ, რომ ტელევიზიით ესეთ რაღაცები ხდება, მაგრამ უფრო ძიმე მომენტებიც გადაგვიტანია, აი როცა ეს მიტინგები, არეულობა, გამოსვლები მაშინ. მაგრამ ღმერთმადლობა ყველაფერი კარგად დამთავრდა და იმედია აღარ იქნება ესეთი დაპირისპირებები სამომავლოდ. ბატონისმა, თქვენ როგორ ხვდებით ხოლმე ესეც? როდესაც ლევან ბეჟეშვილის გუნდის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ვთქვათ, ეს ტაქტიურ კამათში იღებენ ხოლმე მონაწილეობას, უპირისპირდებიან ოპონენტებს, ქართული ოცნების წარმომადგენლებს, გვახსოვს ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში ბოლო პერიოდში რამდენიმე დაპირისპირება სიტყვიერი ფიზიკური. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, მძიმეა. თავიდანვე ვიცოდი, როდესაც მას მიყვებოდი ცოლად, რომ იყო ეს პრობლემა, ანუ მისი რეჟიმი, მისი ცხოვრების სტილი არის დაძაბული. მე მეუღლე ვარ და ვალდებული ვარ და ყველანაირად ვცდილობ რომ ოჯახში შევქმნა სხვა გარემო, უფრო კომფორტი, სითბო, რაღაც ბახშამი დავახვედრო, როგორც მას უყვარს. როგორ გრძნობს თავს ლევან ბეჟეშვილი ოჯახში? ოჯახში კარგად. როდესაც მოდის, ის არის სრულიად თავისუფალი, აი ამ ემოციებისგან. მე ასე გრძნობ ყოველ შემთხვევაში. ვცდილობ თვითონაც რომ აი ეს პოლიტიკა დატოვოს გარეთ ცოტა ხნით მაინც და სახში ცოტა სხვა გარემო იყოს მისთვისაც რაღაც დესერტი მომზადოთ თუნდაც. ბავშვით გავახალისო და ასე შემდეგ. გასაგებია, კაპიტან თინათინა, როგორ უქმნით ცნობილ პოლიტიკოსებს მეუღლეები ესეთ თბილ გარემოს ოჯახში? მოგვიყევით. თბილი გარემო. ამ შემთხვევაში კონკრეტულად გულისხმობ თქვენს მეუღლეს დავით ნარმანიას. უპირველეს ყოვლისა თბილი გარემოს შესაქმნელად ახლა დიდი მომზადება არ გჭირდება, ვინაიდან პატარა ყავს 4 თვის და როგორც კი შემოდის დათოსახში, ამაზე თბილი გარემო აღარაფერი აღარ სჭირდება ხოლმე, თუმცა მაინც ვცდილობ ვახშამი მქონდეს, ძირითადად კი ვერ ასწრებს ხოლმე ვახშმობას ვერც სადილს, ამიტომ ვცდილობ სახლში მქონდეს ეს. და რა კაცი უყურს ყველაზე მეტად დავით ნარმანიას?
ერთი გამორჩეული არ აქვს, უფრო ვიცი რომელი არ უყვარს და ვცდილობ ესეთი არ გავაკეთო. არ უყვარს ძალიან ზედმეტად ცხიმიანი საკვები და არ უყვარს ფენოვანი ცომი. ამიტომ ვცდილობ ასეთი რამე მას არ დავახვედრო. და ესე გამორჩეულად საყვარელი საკვები არ აქვს. და არც პრეტენზიული არ არის სხვა მხრივ კვებაში. სხვა ესეთი თბილი გარემო შესაქმნელად, აი უფრო პატარები გვეხმარებიან ბავშვები. ბატონო ირმა, თქვენ რას უმზადებთ თქვენს მეუღლეს? და თუ უმზადებთ კერძებს? ყველაფერს ვამზადებ, უბრალოდ განსაკუთრებულს არაფერს. რა უყვარს განსაკუთრებით გუბასანიკიძეს? ეს აქტუალური კითხვაა, მე როგორც ხედავ. საინტერესო ამაყურებელი. გუბაზის ყველაზე მეტად უყვარს ხაშლამა. ხაშლამა. თქვენ ამზადებთ ხაშლამას? გადასარევს. გასაგებია. ძალიან კარგი. კიდევ რა არის ისეთი, რაც არ უყვარს და რასაც არ ამზადებთ ხოლმე? ის ზოგს არ უყვარს თქვათ ესეთი. ხო, არ უყვარს. არა, ხო. გუბაზის არ უყვარს მაგალითად ესეთი ფხალეულზე წყრალად არ უყვარს. ნამდვილად. რაც შეეხება ოჯახს, ითხოვს, როდესაც ვუქმნით არის სიმშვიდე. ერთადერთი, აი რასაც ითხოვს ხოლმე და ვუსრულებთ, არის რომ ეს მშვიდად უნდა იყოს და რაღაცა ბევრი ხმაური და ესენი რო არ შევაწუხოთ ზედმეტად. ბატონ სოფო, თქვენ თუ უმზადებთ კერძებს თქვენს მეუღლეს დავით საგანელიძეს და რას უმზადებთ თუ უმზადებთ? რა უყვარს? მე ამ მხრივ ძალიან გამომართლა, იმიტომ რომ არ მყავს ძალიან ეს პრეტენზიული მეუღლე. რა მდგომარეობაც აქვს ოჯახში იმის მიხედვით ან არა აქვს ესე გამორჩეულად რომ გინო თორე რაღაც უნდა იყოს გამორჩეული, გამზადებული. უბრალოდ ქავტინინგას გმის არ უყვარს ეს ფხალეული. უფრო ხო, რაჭველკაც განსაკუთრებით, უფრო ესე რომ ვთქვათ უყვარს ხორცეული და თქვენ თავად ამზადებთ? კი, რა თქმა უნდა. თქვენ მეუღლეები აი კახაკუკავას გარდა არიან ქუთაისში ძირითადად. ეს არ ქმნის პრობლემას აი ამ კომუნიკაციაში, ურთიერთობაში, თუნდაც აი ამ თბილი გარემოს შექმნაში, როგორ ახერხებთ ამას, რომ ვთქვათ აი ამ ურთიერთობას მეუღლეებთან, ალბათ ძალიან რთულია, როდესაც მეუღლე სულ არის ქუთაისში და გაშორებთ რამდენიმე ასეული კილომეტრი. ნუ და ჩემ სიტუაციაში ეს გამოიხატება იმით, რომ არ ვახვევ ამ საოჯახო რაღაც ყოველდღიურობას და ვცდილობ როგორც კი აიღებს ტელეფონს რომ ვრეკავ და უკვე რომ ჩუმი ხმით მესაუბრებო, ხვდები რომ რაღაც დაკავებულია და კარგი ცოტა ხანში დაგირეკავს. ანუ ეს არის თბილი გარემო შექმნა, რომ გაუგო ადამიანს იმ მომენტში, როცა მას ყველაზე მეტად ჭირდება გვერდში დგომას. ალბათ ცოლქმრობაც სწორედ ეგ არის. თუ ჩადიხართ თქვენს ხოლმე ქუთაისში თქვენს მეუღლეებთან, თუ ისინი ჩამოდიან ძირითადად შაბათ-კვირას, როგორ ხდება ეს? ნამდვილად მე არ ზარჩავს სულ არ. თვითონ აპირებს ახერხებს ძირითადად შაბათ-კვირას, მაგრამ არის ხოლმე არასასესიო პერიოდი, როდესაც თბილისშია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ პერიოდში სახლშია. ისინი აქაც მუშაობენ, ცხადია, აქაც აქვთ სამუშაო განრიგი, გრაფიკი რთული, როგორც აღნიშნე, მაგრამ რა ვიცი, მე ვფიქრობ, როდესაც სიყვარული არსებობს, ყველაფერი დაძლევადია. გასაგები გინდათ რომ საკანონმდებლო ორგანომ გადმოინაცვლოს თბილისში ესმა? ეს უკვე პოლიტიკური შეკითხვა. პარლამენტი რო გადმოვიდეს თბილისში, რატომ? როგორ გაშორებთ ამ კილომეტრი? ბუნებრივია რომ გქონდეთ სურვილი მისი, რომ თქვა თუ ახლო იყოს მე. მე მაინც ვეთანხმები უმცირესობის ამ მოსაზრებას, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში. გასაგებია მიუხედავად აი ამ სირთულეების. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ხა ყველაზე მძიმე დღეში ვარ. გუბასანიკიძეს მეუღლე როგორ ფიქრობს? რა თქმა უნდა, როგორც ქუთაისელი და როგორც გუბაზი არის ქუთაისის მაჟორიტარი. ეხლა მე რო გამოვიდე აქ სიტყვით, რომ ჩემთვის ძალიან მძიმეა, რომ გუბაზი ქუთაისში იქნება თქო, ამას ქუთაისელები იწყენენ და იქნებიან მართლებიც. რომ არ შეიძლება ამაზე ადამიანმა იწუწუნო. გასაგებია, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტოს რუსთაველზე თბილისში. საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტოს, ეს ჩემი საქმე არ არის, რაც შეეხება გადმოვა თუ არ გადმოვა. გუბაზი ქუთაისის მაჟორიტარია და ყველა შემთხვევაში მაინც იქ იქნება, როცა სასესიო კვირა იქნება თბილისში მოუწევს, როცა არ იქნება, იქნება ქუთაისში. ასე რომ ჩემთვის არაფერი არ შეიცვლება და მე კიდე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. აბსოლუტურად. მეორე ნახევრები, ესე იგი, პრეტენზიებს არ უყენებთ ამასთან დაკავშირებით. ქუთაისში კი არა, დეკაბრის გაუმართლეთ თქვენს მეუღლეებს. ციმბირში გაყვნენ, რომ ესე რომ ეხა ქუთაისში პარლამენტის გატანზე წუწუნი ცოტა უხერხო. ძალიან კარგი. ხოთან თინათინ, თქვენ მეუღლე არის მერობის კანდიდატი, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი უნდა იყოს ასე ვთქვათ, თბილისელი და თბილისში ასე ვთქვათ, დაბადებული. თქვენ ემზადებით, რომ გახდეთ პირველი ლედი, თბილისის პირველი ლედი?
როგორ ემზადებით ამისთვის და რა ემოცია გაქვთ? ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული მზადება ამისთვის არ დაგვიწყია, თუმცა ემოცია პირველ რიგში ამაყი ვარ, იმით რომ ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა დათოსთვის გაიმეტეს ცოტა ცუდი სიტყვა, რომ მიიჩნიეს ღირსად ამ პოსტის ძალიან ამაყი ვარ და ასე მგონია რომ ის თავს გაართმევს ამ თანამდებობას კარგად. საზოგადოების აი რა სკეპტიკოსთა ნაწილს რას უპასუხებდით, რომლებიც ამბობენ, რომ თბილისის მერი უნდა იყოს თბილისში დაბადებული და თქვათ ამ შემთხვევაში არ შეიძლება რომ იყოს დავით ნარმანია. თქვენ რას უპასუხებდით მათ? რას იტყოდით ამაზე? არ ვიცი, ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო საერთოდ ამ თემის გააქტიურება, იმდენად მოულოდნელი რომ თავიდან მეგონა ხუმრობა იყო. მაგრამ მე სერიოზულად გადაცემებიც ჩაიწერა ამ თემასთან დაკავშირებით და მე მგონი უხერხულია საქართველოში ამ თემაზე საუბარი, იქიდან გამომდინარე რომ ამერიკას ყავს კენიელი პრეზიდენტი და საქართველოში თბილის ყავდეს არათბილისელი მერი, ამაში მე მგონი რაღაც საოცარი არაფერი იქნება. კარგი, თუ ყავთ თქვენი მეუღლეების გარდა, ესეთი ფავორიტი პოლიტიკოსი, აი რომლის აზრით თქვენთვის მნიშვნელოვანია? გასაგებია რომ მეუღლეები ყავთ პოლიტიკოსები და ბუნებრივია რომ პირველ რიგში შესაძლოა მეუღლე იყოს, მაგრამ თუ არის კიდევ სხვა რომელიმე პოლიტიკოსი, რომელსაც გამოარჩევდით? ქალბატონ თეა. არ მიფიქრია სხვათა შორის არა, იმიტომ რომ მე იმდენად ჩემი საქმე მაქვს, აი მხოლოდ კახა მონაწილეობს გადაცემებში, აი იმას ვუყურებ და სხვა იმგენს უბრალოდ არ მცალია დროც არა მაქვს ამისთვის. ანუ მარტო კახას უყურებ და მარტო კახას იგჯერეთ. კი, მჯერა სხვა საკითხია, მჯერა თუ არ მჯერა, უბრალოდ თვალს ვადევნებ და შემდეგ აინტერესებს ჩემი აზრი ამა თუ იმ თემაზე ან მის გამოსვლასთან დაკავშირებით და თვითონ გამორჩეული პოლიტიკოსი მე არ აფყავს, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ არ ვადევნებ თვალს და ამიტომ არ ვიცი ზოგადად. კარგი, რას გვეტყვის დავით საგანელიძის მეუღლე? ვინ არის პოლიტიკოსი, რომელიც არის თქვენი ფავორიტი? დავით საგანელიძის გარდა, რჩეული პოლიტიკოსი. გამოარჩევდი, უბრალოდ ძალიან მომწონს მისი სიმშვიდე და რაღაც მისი თავდაჯერებულობა. ეს არის ბატონი დავით უსუფაშვილი, რაღაცა ესეთი სხვას ესე არის. კარგით, ქალბატონ ესმა. მართლა დავფიქრები ვარ ამ თემაზე ესე. ეხლა ვფიქრობ ქართული პოლიტიკიდან თუ შეიძლება დავასახელებდი ვასლავ ჰაველს, რომელიც აი ჩემთვის არის ძალიან სერიოზული პიროვნება, როგორც პოლიტიკოსი, როგორც ადამიანი. აი ქართულ პოლიტიკას ცოტა აბსტები. ვის შეგიძლიათ შეადაროთ ვასლავ ჰაველი ქართულ რომელ პოლიტიკოსს? რობერ ვადარებ, იმიტომ ვამბობ ვასახელებ მას, სწორედ სამწუხაროდ, აი რობერ ვადარებ. ამიტომ მას ვასახელებ. არა, ქართულ პოლიტიკაშიც არიან სერიოზული პოლიტიკოსები, ცხადია, მე ძალიან მომწონს. იგივე მართველი გუნდიდანაც არის ბატონ უსუფაშვილი დასახელდა და ვეთანხმები კიდევაც. ოპოზიციიდან, ნაციონალურ მოძრაობიდან თუ გეტყოდათ. ნაციონალურ მოძრაობიდან ახალგაზრდები მომწონს ძალიან. გიორგი ბაშაძე, თუნდაც ბაქრაძეც არ არის ძველგაზრდა, ასე ვთქვათ. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეხლა კარგად არის დაკომპლექტებული პარლამენტი ამ შემადგენლობით უმცირესობიდანაც, უმრავლესობიდანაც, ვფიქრობ, სერიოზული გუნდები არიან და კარგით, ქალბატონო ირმა, თქვენ თუ გყავთ რჩეული? არა. პოლიტიკოსი? არა მყავს. არც უმრავლესობიდან, არც უმცირესობიდან. არა, ესე გამოკვეთილი არ მყავს ნამდვილად არავინ. უბრალოდ რაღაც გარკვეულ საკითხებს ის მიმართ, გარკვეული პოლიტიკოსების აზრი რაღაც მომენტში უფრო მისაღებია ხოლმე ჩემთვის და ვინ არიან ეს პოლიტიკოსები? აი ესე ვერ ჩამოვთვლი, აი რაღაც საკითხებია, რომ რა უშუალოდ მისი აზრი, მისი რაღაცა განცხადება მომწონებია და ჩემთვის ყოფილა მისაღები, მაგრამ აი ესე რო გითხართ, ახლა ფალავანი მყავს, ნამდვილად არ მყავს. კარგით, ქალბატონ თინათინ. თქვენთვის ვინ არის რჩეული პოლიტიკოსი მეუღლის გარდა? ამ კითხვასთან დაკავშირებით, რა ვიცი, ალბათ დავით უსუფაშვილს დავასახელებდი. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მას ყველაზე რთული მისი არ გოწილად პოზიციისა და ოპოზიციის დაბალანსება მათი ურთიერთობის და აქედან გამომდინარე ძალიან ასე მგონია, რომ კარგად ართმევს თავს ამ პოსტს და ძალიან შესაფერისია პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის და ძალიან მომწონს. გასაგებია. მოდით ვისაუბროთ წინა საახალწლო გარემოზე, წინა საახალწლო მოლოდინზე. როგორი მოლოდინი გაქვთ, რას ელოდებით 2014 წლისგან? ახალი წელი საჩუქრების გარეშე ალბათ არ არსებობს და ბუნებრივია თქვენც ამზადებთ თქვენი მეორე ნახევრებისთვის საჩუქრებს და ისინიც თქვენთვის. თუ შეიძინათ უკვე ქალბატონ თეა საჩუქარი, თუ შეუძინათ თქვენს მეუღლეს შვილებს?
შვილებს კი რა თქმა უნდა და მეუღლისთვის ჯერჯერობით არა. არ გეგმავთ? შეიძლება, მაგრამ არ მინდა ესე საჯაროდ გამომივიდეს. კახა გუკავა არ დარჩება, ესე კი ახალი წლის საჩუქრის გარეშე. არა. კავტა სოფო. მე საკმაოდ სერიოზული საჩუქარს უმზადებ ერთოში პატარა ვიყავ. კი ნამდვილად უალტერნატივოა თქვენი საჩუქარი. კონკრეტულად მეუღლისთვის ხო შეიძლება ჩემთვის დავიტოვო რაღაც ესე. რა თქმა უნდა. ინტიმური. ეს იქნება სიურპრიზი დავით საგანელიძისთვის. რაც შეეხება ბავშვებს ერთობლივად წავედით და ბავშვები ანუ ჩამოვლენ თოვლის ბუხრიდან ჩამოწრება და დაულაგებს რაღაც თავის საყვარელ აზვის ხის ქვეშ. კი რა თქმა უნდა და ნუ ვიყავით ერთად უკვე და რას მიიღებს ლევან ბეჟაშვილი? ქალბატონი ესმასგან. ნინო, თქვენ ახლა გამოაშკარავით ჩემი სიურპრიზი, რომელიც მე მომზადებული მაქვს მისთვის, მან ეს არ იცის. თოვლის ბაბამ და სიურპრიზად მე. თოვლის ბაბამ და მომდანს. ისე მე უკვე შევიძინეთ ხარ. თქვენ უკვე შეიძინეთ რაც თავარი, არ დარჩება ლევან ბეჟაშვილის საჩუქრის არ დარჩება. ბავშვიც რამდენი ხანია ელოდება, ყოველდღე მეუბნება დედიკო, რატო არ მოვიდა თოვლის ბაბუაში? ყოველდღე მატყუებ, მოვა. ამიტომ მასაც აქვს რაღაც თავისი განსაკუთრებული თხოვნები, ვცდილობთ რომ შევსრულოთ. კავტონი ირმა თუ გახსოვთ ესეთი განსაკუთრებული საჩუქარი თქვენი მეუღლისგან საახალწლო. საახალწლო კი იყო ძალიან ლამაზი ბეჭედი მაჩუქარა, რომელსაც თითქმის სულ ვატარებ. ეხლა გიმზადებთ? წელსაც გიმზადებთ? იმედი. თქვენ თუ შეურჩიეთ უკვე. კი. მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩემ შვილებს ნამდვილად აღარ ჯერა თოვლის ბაბას და ეჭი მაქვს რომ აღარც გობაზის აღარ ჯერა თოვლის ბაბას. რა საჩუქრებს უკეთებს ხოლმე დავით ნარმანია ოჯახის წევრებს? თქვენ თუ გახსოვთ ესეთი გამორჩეული საჩუქარი, რომელიც სულ თან გაქვთ? მეუღლისგან აჩუქარი. მასეთი საჩუქარი არ გვაქვს. უბრალოდ იცის რომ ძალიან უყვარს ყვავილები, არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი ხელოვნური, ყოველთვის ცდილობს ყვავილები მომართოს ხოლმე. ესეთი განსაკუთრებული ნივთები არა. 2014 წელს დავით ნარმანიაც არ დარჩება საჩუქრის გარეშე. ალბათ არა. კარგი და საინტერესოა რა მონაწილეობას იღებენ თქვენი მეუღლეები წინა საახალწლო სამზადისში ხოლმე. აი თუ კი გეხმარებიან წინა საახალწლო სუფრის გაშლაში, თქვათ საკვების მომზადებაში, თუ აქვთ რაც განსაკუთრებული ტრადიცია საახალწლოდ როგორ ხდება? კაპიტანი ყოველთვის მეუბნება ერთ რაღაცას, მე შენ მოგეხმარები, ხელს არ შეგეშლი. ეს არის მისი რაში მდგომარეობს მოხმარება ლევან? აი ამაში რომ ხელს არ შემიშლის. რომ არ გიშლით ხელს. კარგი. ეს არის ძირითადად. რამ ტრადიცია თუ გაქვთ ესეთი ოჯახური? ტრადიცია კერძების დამზადების ხრივ რა თქმა უნდა, მე ვამზადებ საცივს, ამ ეტაპზე ახლა ორნაერს, იმიტომ რომ მე ვარ სოხუმი და ჩვენ ვამზადებთ უფრო მეტად ინდაურის ბაჟას და აქ მზადდება როგორც იცით საცივი. ამიტომ ახლა მე უკვე ვამზადებ ბაჟასაც და საცივს. და დანარჩენი ესეთი ხორცეული, ხორცის კერძები, და სალათები, რაღაც სუბუქით. ასაგებია. თუ ყავს მეკლე შერჩეული დავით ნარმანიას, ეს მნიშვნელოვანი წელია 2014 მისთვის. კაპიტანი თინეთი. შერჩეული არ ყავს, არასდროს არ ყოლი ასე სპეციალურად მოწვეული მეკლე. წელს ვფიქრობ, რომ ჩვენი უბრალესი ვაჟი იყოს ჩვენი მეკლე. ნახოთ როგორი ფეხი ექნება მას. იმედია კარგი ფეხი ექნება. წარმატებებს გისურვებთ. კაპიტანი ირმა, თქვენ თუ გაქვთ რაღაც ისეთი საახალწლო ტრადიცია, რის გარეშეც არ არსებობს თქვენთვის ახალი წელი. რა როლი აქვს ხოლმე გუბას ანიკიძეს? განსაკუთრებული არანაირი ტრადიცია ესეთი გამოკვეთილი არა გვაქვს. გუბაზი და ბავშვები 31-ში აი საღამოსკენ უკვე 6-ის შემდეგ აწყობენ ნაძვის ხეს და გუბაზის როლი ამ ნაძვის ხეს აწყობაში არის, რომ სათამაშოებში ჩამოსაკიდებს, აკეთებს და მე აწვდის ბავშვებს და მოაქვს გამაგრილებელი სასმელი და პური. ეს არის გუბაზის მონაწილეობა მთლიანად საახალწლო სამზადისში. კარგით, ახლა მინდა აი ესეთი შეკითხვით მოგმართოთ, რომელი თქვენგანი გაბედავს და თქვენ საკუთარ მეუღლეს აი ესე საჯაროდ პირდაპირ ეთერში მიმართავს. და ამ მიმართვას ნახავს ათასობით ადამიანი. რომელი თქვენგანი მიმართავს ახლა მას ესე საჯაროდ და ღიად. სასიყვარულო მიმართვით, რა თქმა უნდა. კაპიტანი ესმა ეს არ არის დასამალი, ჩვენი ოჯახი შეიქმნა სიყვარულით და მე მას ძალიან ხშირად ვხსნის სიყვარულს, საჯაროდაც ისეთ. ალბათ არ გაუკვირდება თუ ვეთქვი რომ ძალიან მიყვარს და ულოცავ ახალწელს. ძალიან კარგი, ესმამ გაბედა თქვენგან ვინ მიმართავს, ვინ აუმაღლებს მეუღლეს წინა საახალწლო განწყობას. კაპიტანი ირმა, გაქვთ სურვილი რომ ორი სიტყვით მიმართოთ მეუღლეს? როგორ არა?
პირველ რიგში მიბულოცავ ახალ წელს. მინდა რომ იყოს მისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან წარმატებული. კუბაზმა იცის რომ ის ძალიან მიყვარს. ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის არის ჩემი, როგორ გითხრათ, ციხესიმაგრე. მინდა რომ ყოველთვის ასე იყოს, მინდა რომ იყოს წარმატებული, იყოს ბედნიერი და ძალიან მიყვარს და გაიხაროს. კალტან სოფო, თქვენ ისეთი მოლოდინი გაქვთ? მიმართავთ ორი სიტყვით მეუღლეს, მე ესე მგონია. მიულოცავ 2014 წლის შემობრძანებას. ვუსურვებ, რომ წარმატებული წელი ქონოდეს, ჯანმრთელი, ბედნიერი და ვთხოვ, რომ ეს ჩვენი სიყვარული უფრო დიდი ხნით დაგვითმოს ხოლმე, ხშირად იყოს ჩვენთან, თავის ოჯახთან და ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს და იმიტომ ვარ მისი მეუღლე, რომ ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი, ხავდან თინათინ, თქვენ მეუღლეს არ დარჩება ალბათ ესეთი ორი სიტყვის გარეშე თქვენ. რა თქმა უნდა. მეულოცავ ახალ წელს, ვუსურვებ წარმატებებს, მომავალი წელი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი. ჯერა რომ ისეთი წელი იქნება, როგორცაც გეგმავთ, ძალიან წარმატებული, გამარჯვებებით და ვეტყვი, რომ მიყვარს ძალიან და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. დიდი მადლობა, კაპიტან თეა. იმართეთ კახაკუკავას. ახალ წელს და მიულოცავ აგრეთვე სრულიად საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს. და ჩემ მეუღლეს ვუსურვებ ყველაფერს კარგს, წარმატებებს, წინსვლას და ვეტყვი, რომ მიყვარს ძალიან. ეკონომიკური სიძლიერე დაგავიწყდათ ყველა თქვენგანს, მე მგონი და მოდით პირველ პლანზე სიყვარული და შემდეგ უკვე ეკონომიკური სიძლიერე, რომელიც ქვეყანას და ალბათ თქვენს ოჯახებსაც თითოეულ თქვენგანსაც ძალიან გჭირდებათ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს ახალ წელს, დამდეგ ახალ წელს წარმატებებს, სიხარულს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ დავით ნარმანიას მეუღლე, გუბა სანიგიძეს მეუღლე, ლევან ბეჟაშვილის მეუღლე, დავით საგანელიძისა და კახა კუკავას მეორე ნახევრები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენთან ერთად. რეკლამის შემდეგ კი ჩვენი სტუმრები უკვე იქნებიან მსახიობები ია ფარულავა და ეკა კახიანი, მომღერლები ანრი ჯოხაძე და დავით მანჯავიძე, მედია პალიტრის კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია, დიზაინერი თეონა თავართქილაძე და საზოგადოება საქართველოს სოლიდარობის დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი, ასე რომ დაგველოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ.